იცოდი რომ არსებობს ღია და დახურული კი, კარგად მივხვდი. რატომ მნიშვნელოვანი არის რომ ვიცოდეთ? აი რატომ? თქვი ჩემთან ერთად. პესკა. კიდევ ერთხელ. პესკა. ეს სიტყვა ღია ეთი ნიშნავს ატამს. მაგრამ გაიმეორე ეს მეორე სიტყვა. პესკა. კიდევ ერთხელ. პესკა. ეს მეორე სიტყვა ნიშნავს დევზაობას. ეს ინტერესოა, ხომ ასეა? აბა ახლა დაწერე კომენტარებში თუ იცოდი რომ არსებობს დახურული ხმოვანი და ღია ხმოვანი და მომწერე პირადში რომ მეტი გაიგო ჩემს კურსებთან დაკავშირებით. დროებით